რაღაცა კაცობრიობა არსებობს ავადმყოფობა, არსებობს სიკვდილი, უბრალოდ სიკვდილი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და მას მერე თითქოს ეს ჯანმრთელობა გახდა ზოგჯერ მთავარი მოტივატორი. ზოგჯერ ღმერთის გარეშე, ზოგჯერ ღმერთთან ერთად, მაგრამ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. ფილოსოფიურად რა შევხედოთ თვითონ დაავადების ქრონოლოგიას, ავადმყოფობის ქრონოლოგიას რა შევხედოთ, სადღაც ისტორიული ცნობები რაც გვაქვს, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 6000 წლის წინანდელი, 4-დან 6000 წლამდე გვაქვს ინფორმაციები ადამიანის არსებობის შესახებ. სამშაბათს 20 საათზე ექიმი გენეტიკოსი ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე სტუმრად გადაცემაში ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. ალბათ ცოტა რთულია დაავადებულ ადამიანში ჩაიტვირთოს ეს მადლიერება, იმიტომ რომ პირიქით იქ არის რაღაცა მოუნელებელი შინაარსები, რომელიც ცხოვრებაში ვერ გადალახა გადაუჭრელი პრობლემები, აუტოაგრესიულად ჩაბრუნებული აუტოიმუნური დაავადების მსგავსად, რომელსაც ძალიან ჭირდება მულტიდისციპლინარული მიდგომა.